საშინაო სკოლის გაკვეთილებს წარმოგიდგენთ კომპანია Silknet. მოგესალმებით. დღევანდელი ჩვენი გაკვეთილის თემაა ლიპიდები. დღეს ჩვენ განვიხილავთ ორგანულ ნაერთთა კიდევ ერთ ჯგუფს, ანუ ლიპიდებს, ეგრეთ წოდებულ ცხიმებს. ლიპიდები წარმოადგენენ არაპოლარულ, ანუ წყალში ცუდად ხსნად, უხსნად ნაერთებს. ისინი შედგებიან საკმაოდ დიდი რაოდენობის ნახშირბადის, წყალბადისა და ჟანგბადის ატომებისაგან. იმის გამო, რომ შემცველობა აღნიშნული ელემენტებისა ამ ნაერთებში საკმაოდ მაღალია და მათ შორის წარმოქმნილი ბებით შესაბამისად უფრო მეტი რაოდენობითაა ვიდრე სხვა ორგანულ ნაერთებში, მათში ენერგია უფრო მეტი რაოდენობითაა აკუმულირებული, ანუ ჩადებული. შესაბამისად, მათი დაშლის შედეგად გამოიყოფა ბევრად მეტი ენერგია შედარებით ნახშირწყლებთან, ცილებთან და ნუკლეინის მჟავებთან. ეხლა განვიხილოთ ლიპიდის სტრუქტურა. როდესაც ხდება ელემენტარული ცხიმების, ანუ ჩვეულებრივი ცხიმების მონელება, ნებისმიერი ლიპიდი იშლება ორ ნაწილად. ეს არის გლიცერინი, სპირტული ნაწილი ლიპიდის და ცხიმოვანი მჟავა. რას წარმოადგენს ეს ცხიმოვანი მჟავა? ცხიმოვანი მჟავა, რომელიც აძლევს ზუსტად იმ თვისებებს ლიპიდს, რასაც ჩვენ შევეხეთ უკვე და მომავალშიც შევეხებით. ცხიმოვანი მჟავა არის ორგანული მოლეკულა, რომელიც შედგება თავში არსებული ეგრეთ წოდებული კარბოქსილის ჯგუფისაგან, რომელსაც ჩვენ უკვე წინა გაკვეთილებიდან ვიცნობთ და მასთან დაკავშირებული გარკვეული ფუნქციური ჯგუფისაგან. C, ანუ ნახშირბადის ატომთან დაკავშირებული წყალბადის ატომები. ასე შემდეგ და საბოლოო ჯამში ლიპიდი ცხიმოვანი მჟავის ბოლოში ჩვენ გვხვდება ფუნქციური ჯგუფი, სადაც ნახშირბადთან დაკავშირებულია 3 წყალბადის ატომი. თუ რატომ ხდება აღნიშნული დაკავშირება, თქვენ მარტივად მიხვდებით თუ გაიხსენებთ ბმების წარმოქმნის ელემენტარულ პრინციპს, რომ ნახშირბადის ატომს აქვს უნარი დაუკავშირდეს 4 სხვა ან თავის მსგავს ატომს და გაიჯეროს სავალენტო შრეები, ანუ ელექტრონული ორბიტალები. ცხიმოვან მჟავაში აღნიშნული ნაწილი, ანუ კარბოქსილის ჯგუფის ნაწილი, წარმოადგენს პოლარულ ნაწილს. ანუ ის დამუხტულია გარკვეულწილად, შესაბამისად, თუ გავიხსენებთ წყლის თვისებებს, მას შეუძლია გარკვეული კავშირი დაამყაროს წყლის მოლეკულებთან, თავისი მუხტის, ანუ თავისი პოლარულობის გამო. ანუ ცხიმოვანი მჟავის აღნიშნულ ნაწილს უწოდებენ ეგრეთ წოდებულ წყლის მოყვარულ ჰიდროფილურ უბანს. რაც შეეხება ცხიმოვანი მჟავის ბოლოს, რომელიც წარმოდგენილია ნახშირბადისა და წყალბადის ატომის კავშირით, აი ამ ბოლოს უწოდებენ წყლის მოძულე, ეგრეთ წოდებულ ჰიდროფობურ ნაწილს, რადგანაც აღნიშნული ნაწილი არანაირად არ არის დამუხტული და არც რაიმე პოლარობის მახასიათებლის მატარებელია, პოლარობის მატარებელია. შესაბამისად, საერთო ჯამში ცხიმოვანი მჟავა წარმოადგენს ჰიდროფობურ ნაერთს და ჰიდროფობურ ნაერთს, რომელსაც შეუძლია ერთი ბოლოთი მართალია იურთიერთქმოდოს წყლის, ან სხვა პოლარულ მოლეკულებთან, ხოლო მეორე ბოლო ჰიდროფობური ნაწილით მას ეს უნარი არ ახასიათებს. მოდით ახლა განვიხილოთ ის ცხიმოვანი მჟავები, ის ლიპიდები, უფრო სწორად რო ვთქვათ, რომლებიც გვხვდება ცოცხალ ბუნებაში. ამასთანავე აღსანიშნავია, რომ ნახშირბადის ატომები ერთმანეთს შორის ამყარებენ არა მხოლოდ ერთმაგ ბმას, ანუ თუ გრაფიკულად გამოვსახავთ მსგავსად ამისა, არამედ თუ ნახშირბადის ატომს გააჩნია კიდევ გაუწყვილებელი ელექტრონი იმ 4-დან, მას შეუძლია დაუკავშირდეს დამატებით ერთი ბმით მეორე ნახშირბადის ატომს. შესაბამისად, ამ შემთხვევაში წარმოიქმნება ეგრეთ წოდებული ორმაგი ბმა. ცხიმოვანი მჟავების შემთხვევაში, თუ თქვენ ამ გრძელ ჯაჭვში, რომელშიც შეიძლება იყოს 12, 28 და მეტი ნახშირბადის ატომი, შეგხვდებათ ორმაგი ბმა, ამ შემთხვევაში ცხიმოვან მჟავას უწოდებენ უჯერს. უჯერს, რომელსაც უნარი აქვს
კიდევ დაიკავშიროს რომელიმე ფუნქციური ჯგუფი, წყალბადის ატომი, ჟანგბადის ატომი და სხვა. ასევე იმ შემთხვევაში, როდესაც ცხიმოვანი მჟავის მთელი ჯაჭვი წარმოდგენილია მხოლოდ ნახშირბადის ატომებს შორის ერთმაგიბმით, ასეთ ცხიმოვან მჟავას უწოდებენ ნაჯერ ცხიმოვან მჟავას. შესაბამისად, ყველა ბმა ცხიმოვან მჟავაში არის გაჯერებული. ანუ იგი მოკლებულია უნარს, რომ დაიკავშიროს სხვა რომელიმე ატომი ან მცირე ფუნქციური ჯგუფი. ეს რაც შეეხებოდა ცხიმოვან მჟავებს. ბუნებაში ამასთან ერთად არსებობს კომპლექსური, ეგრეთ წოდებული კომპლექსური ლიპიდები. ლიპიდები, რომლებიც შედგება არა მხოლოდ ცხიმოვანი მჟავებისაგან, არამედ მასთან დაკავშირებული სხვა მოლეკულებისაგან. ერთ-ერთი ესეთი მსგავსი მაგალითია ფოსფოლიპიდი. ფოსფოლიპიდი, რომელიც წარმოადგენს ლიპიდს, რომელიც გვხვდება პლაზმური მემბრანის შემადგენლობაში, უჯრედის შემომსაზღვრავი პლაზმური მემბრანის შემადგენლობაში. ფოსფოლიპიდის აღნაგობის განხილვისას თქვენ დაინახავთ, რომ მას ერთ ბოლოზე წარმოდგენილი აქვს სამატომიანი სპირტი გლიცერინი. სპირტი ჩვეულებრივი პოლარული ნაერთია. შესაბამისად, იგი არის ჰიდროფილური, ანუ წყლის მოყვარული. ანუ ლიპიდის ამ უბანს თავისუფლად შეუძლია მოახდინოს კავშირი დაამყაროს წყლის მოლეკულებთან. რაც შეეხება მეორე ნაწილს, იგი წარმოდგენილია ცხიმოვანი მჟავის ჩვეულებრივი ბოლოთი, ანუ CH ბოლოთი, რომელიც ჰიდროფობურია, შესაბამისად წყლის მოძულე. კომპლექსურობა გამოიხატება იმაში, რომ აღნიშნულ ლიპიდებში წარმოდგენილია არა მხოლოდ ცხიმოვანი მჟავა თავისი ორი ბოლოთი, არამედ ამ ცხიმოვან მჟავაში ჰიდროფილურ ნაწილთან დაკავშირებული კიდე სხვა ფუნქციური ჯგუფით, რომელსაც ფოსფოლიპიდის შემთხვევაში წარმოადგენს სამატომიანი სპირტი გლიცერინი და მასთან დაკავშირებული ფოსფორმჟავას ნაშთი. ამასთანავე, მოდით განვიხილოთ კომპლექსური ლიპიდების კიდევ ერთი სახე, ეგრეთ წოდებული ტრიგლიცერიდები. ტრიგლიცერიდები წარმოადგენენ სამი ცხიმოვანი მჟავის კავშირის შედეგად წარმოქმნილ რაღაც მაკრომოლეკულას, რომელთანაც დაკავშირებულია ერთ ბოლოზე, ანუ ჰიდროფილურ ბოლოზე, ცხიმოვანი მჟავათა ჰიდროფილურ ბოლოზე, ისევ გლიცერინი, ანუ სამატომიანი სპირტი. თუ ტრიგლიცერიდში შემავალი ცხიმოვანი მჟავები წარმოადგენენ უჯერ ცხიმოვან მჟავებს, ანუ მსგავსად ამ სტრუქტურისა, მათში წარმოდგენილია ორმაგი ბმები, ამ შემთხვევაში აღნიშნული ტრიგლიცერიდებით შექმნილი ეს ნივთიერება, ცხიმი, მარტივად რომ ვთქვათ, წარმოადგენს თხევად ნივთიერებას. ზეთი, სხვადასხვა მცენარეული ზეთები, ეთერზეთი და ასე შემდეგ. ხოლო სხვა შემთხვევაში, თუ ტრიგლიცერიდში არსებული ცხიმოვანი მჟავების შემადგენლობაში შედის ნაჯერი ცხიმოვანი მჟავები, ესე იგი ნაჯერი ბმები, ამ შემთხვევაში აღნიშნული ნივთიერება იღებს მყარ სახეს, ანუ ცხოველური ცხიმი, ქონი და ასე შემდეგ. ეს რაც შეეხება ტრიგლიცერიდებს და მათ თვისებებს. მოდით განვიხილოთ კიდევ ერთი ჯგუფი კომპლექსური ლიპიდების, ეს არის ცვილები. ცვილები წარმოადგენს საკმაოდ მნიშვნელოვან ლიპიდებს, რომლებიც მონაწილეობას ღებულობენ სხვადასხვა დამცველობით ფუნქციაში, სხვადასხვა მცენარის დამცველობით საფარველს წარმოადგენენ და ასე შემდეგ. მათში წარმოდგენილია ძირითადად უჯერი ცხიმოვანი მჟავები. იმისათვის, რომ კიდევ უფრო კარგად განვიხილოთ ლიპიდების დანიშნულება, გარდა იმისა, რომ ისინი წარმოადგენენ გარკვეული ბარიერის შემქმნელს ანუ წყლის გარემოში არსებული უჯრედებისათვის, უნდა განვიხილოთ მათი ჰორმონალური თვისება. ანუ ლიპიდები წარმოადგენენ ჰორმონებს, ბიოლოგიურად აქტიურ ნივთიერებებს, რომლებიც მონაწილეობას ღებულობენ სხვადასხვა პროცესის ინიცირებაში ორგანიზმებში. აღნიშნულ ლიპიდებს უწოდებენ ეგრეთ წოდებულ სტეროიდებს, რომელთა აღნაგობა განსხვავდება ცხიმოვანი მჟავებში წარმოდგენილი აღნაგობისაგან. ისინი უფრო კომპლექსურ ნაერთებს წარმოადგენენ, ანუ წარმოდგენილნი არიან კომპლექსების სახით. ამასთან ერთად, უნდა აღინიშნოს, რომ სტეროიდებს აქვთ უნარი შევიდნენ უშუალოდ უჯრედში და იმოქმედონ უშუალოდ ბირთვის მემბრანაზე არსებულ სხვადასხვა რეცეპტორებზე.
ანუ მათი მოქმედების მექანიზმი მეტად უფრო სპეციფიურია, მეტად უფრო გაადვილებულია და მათ უნარი აქვთ, რომ სხვადასხვა ლოკუსში, ანუ სხვადასხვა ადგილას უჯრედში უფრო ადვილად მივიდნენ. და აღსანიშნავია ჰორმონებიდან, ანუ სტეროიდული ჰორმონებიდან თქვენ შეიძლება გაგიათ მამაკაცის ჰორმონი, ეს არის ტესტოსტერონი, რომელიც წარმოადგენს სტეროიდს, რომელიც აუცილებელია სქესის განსაზღვრისათვის, მარტივად რო ვთქვათ. ძალიან მნიშვნელოვანი სტეროიდი არის ქოლესტეროლი. ქოლესტეროლი, რომელიც აუცილებელია ნერვული უჯრედების სხეულის ფორმირებისათვის და ფორმის შენარჩუნებისათვის, მისი ფუნქციონირებისათვის სხვადასხვა. მნიშვნელოვანია ქოლესტერინი. ქოლესტეროლი უნდა იცოდეთ, რომ ტერმინოლოგიურად დაახლოებით მსგავსი ნივთიერებებია. მათი ჭარბი რაოდენობა, რა თქმა უნდა, საზიანოა ორგანიზმისათვის, თუმცა ისინი აუცილებელნი არიან სხვადასხვა პროცესების საწარმოებლად. დღეს ჩვენ ვისაუბრეთ ლიპიდებზე, ანუ ორგანულ ნაერთთა კიდევ ერთ ჯგუფზე, ლიპიდებზე, რომლებიც წარმოადგენენ ჰიდროფობურ, ანუ არაპოლარულ ნივთიერებებს, რომლებიც წყალში არ იხსნებიან, ისინი წარმოადგენენ უჯრედის მემბრანის შემქმნელ ძირითად კარკასს და გამოვყავით მათი სტრუქტურა, გამოვყავით მათი თვისებები, თუ როგორი და როგორი სახის არსებობენ და რა ფუნქციებს ასრულებენ სხვადასხვა ცოცხალ სისტემებში და ვისაუბრეთ განსაკუთრებით მათ ჰორმონალურ ფუნქციაზე, მათ ფუნქციაზე როგორც სტეროიდული ჰორმონების მაგალითზე. დღეისათვის სულ ეს იყო. დიდი მადლობა ყურადღებისათვის.